ციური აპარატები ბიბლიაში. ბიბლიის ძველ აღთქმაში გვხვდება აღწერილობები, რომლებიც თანამედროვე მკითხველისთვის ხშირად მაღალ ტექნოლოგიურ აპარატებთან ასოცირდება. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვა, რომელიც დაახლოებით 2500-ზე მეტი წლის წინ მოხდა. იგი აღწერს ეგრეთ წოდებულ ბორბლებს ბორბალში, რომლებიც ცეცხლითა და ელვარებით მოძრაობდნენ. ჰქონდათ თვალები და შეეძლოთ გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით მობრუნების გარეშე. ეს აღწერილობა ბევრი მკვლევრისთვის ძალიან გავს კოსმოსური ხომალდის ან მფრინავი ობიექტის მექანიკურ სტრუქტურას. კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ელია წინასწარმეტყველის ზეცა დახტაცება, რომელიც აღწერილია როგორც ეგრეთ წოდებული ცეცხლოვანი ეტლი და ცეცხლოვანი ცხენები. ბიბლიის მიხედვით ელია გრიგალმა აიტაცა ზეცაში, რაც ხშირად განიხილება როგორც უძველესი აღწერა იმ ენერგიასა და ძალისა, რომელსაც საფრენი აპარატები გამოყოფენ. გარდა ამისა, ხსენებულია ეგრეთ წოდებული დიდების ღრუბელი, რომელიც წინ უძღოდა ისრაელიანებს უდაბნოში და ღამით ცეცხლის სვეტად იქცეოდა. იყო ეს ყველაფერი მხოლოდ სულიერი ხილვები, თუ ადამიანები უძველეს დროში მართლაც გახდნენ მოწმენი მოვლენებისა, რომელთა აღსაწერად მათ მაშინდელ ენაში შესაბამისი ტექნიკური ტერმინები უბრალოდ არ არსებობდა.